უკრაინის მთავრობას შიდა თუ გარე დონეზე სერიოზული პრობლემები აქვს. საქართველოში, როგორც წესი, საზოგადოების გარკვეული ნაწილი არასდროს განიხილავს უკრაინის მთავრობას კრიტიკული თვალით. ასეთ დროს სამთავრობო მედია გამოირჩევა გადაჭარბებული პროპაგანდით, ხოლო ოპოზიციური არხები საერთოდ თავს იბრმავებენ. არადა მსგავსი თემების ხმამაღლა განხილვას მხოლოდ ის დანიშნულება აქვს, რომ საზოგადოებამდე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიდეს და რაც შეიძლება მეტი სწორი დასკვნა გაკეთდეს. რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა თითქოს ტრამპის მიერ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პუნქტები. უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ, ამ პუნქტებზე ერთობლივად იმუშავეს კირილ დმიტრიევმა და სტივ ვიტკოფმა. სხვათა შორის ესეც საინტერესო მომენტია, იმიტომ რომ დმიტრიევი მუშაობდა არა უშუალოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით ან მისით, არამედ კონკრეტულად პუტინის ხაზით და ფაქტობრივად ეს იყო დახურული გასაიდუმლოებული შეხვედრები. იმის შესახებ, რომ ის შტატებში იმყოფებოდა ვიგებდით თავდაპირველად არა ოფიციალური უწყებებიდან, არამედ flight radar-ის მეშვეობით. რაც შეეხება ამ პუნქტებს, ცალსახად რუსეთის ინტერესების უპირატესობით გაწერილი პირობებია და უკრაინის ინტერესები, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად არის გათვალისწინებული. ახლა ვიდეოს ჩაწერის მომენტში უკვე ცნობილია ევროკავშირისა და უკრაინის კონტრპუნქტები. მოდით ახლა ვისაუბროთ ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ პუნქტებზე, რომელიც გამოქვეყნდა ამ შეთანხმების თავდაპირველ ვერსიაში. პირველი ეს არის, რომ დონბასი უნდა გადაეცეს რუსეთს. რა იგულისხმება დონბასში? ნახეთ, დღეს სამხედრო გეოგრაფიულად დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გაერთიანებას ეწოდება დონბასი. ამჟამად რუსეთს ლუგანსკის ოლქი თითქმის სრულად აქვს ოკუპირებული და დონეცკის ოლქის დაახლოებით 60%-ს აკონტროლებს. დანარჩენი რჩება უკრაინის კონტროლქვეშ. მათ შორის ორი მსხვილი ქალაქი კრამატორსკისა და სლავიანსკის სახით. ფრონტის ამ ტემპის მიხედვით რუსეთის არმიას ამ ორ ქალაქამდე მისასვლელად ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება და შეთანხმების მიხედვით უკრაინა მის ბრძოლის გარეშე უნდა დაუთმოს რუსეთს. დანარჩენი ტერიტორიები გადანაწილდება იქ, სადაც გადის ფრონტის ხაზი. ამ შემთხვევაში საუბარია ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე. შეთანხმების მიხედვით ყირიმს ამერიკა და დანარჩენი მსოფლიო აღიარებს რუსეთის ტერიტორიად და ის სანქციები, რაც დაუწეს და რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო, დაუყოვნებლივ მოეხსნება. თავდაპირველად საუბარი იყო იმაზეც, რომ უკრაინაში რუსული ენა გახდებოდა ოფიციალური სახელმწიფო ენა და ასევე რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მოიპოვებდა ოფიციალურ აღიარებას, მაგრამ როდესაც გამოქვეყნდა ეს პუნქტები, ეს ორი უკვე იქ აღარ ფიგურირებდა. ერთ-ერთი პუნქტი არის ის, რომ უკრაინის არმია უნდა შემცირდეს ორჯერ და მისი შორსმოქმედი შესაძლებლობები დავიდეს ნულამდე. ანუ აქ საუბარი არის ის, რომ რაკეტები ამოიღონ არსენალიდან. შემდეგი პუნქტი არის ის, რომ უკრაინა უარს ამბობს ნატოზე და ამას კონსტიტუციაში გაწერს, ასევე ნატოც ვალდებულებას იღებს, რომ უკრაინა მისი წევრი არასდროს გახდება. ეს საინტერესო იმით არის, რომ თუ კი ნამდვილად ასე მოხდება, საქართველოსაც იგივე პრინციპი გავრცელდება. შეიძლება წერილობით არა, მაგრამ იდეის დონეზე ასე იქნება. შეთანხმების მიხედვით ამერიკა და ევროპა დაიწყებენ უკრაინის აღდგენის პროგრამას. გაყინული რუსული აქტივების 100 მილიარდის ნახევარი გადაეცემა უკრაინის აღდგენის ფონდს, ნახევარი კი ამერიკას. ამას ემატება კიდევ 100 მილიარდი, რომელიც ევროპამ უნდა გამოყოს ამ პროგრამისთვის. სხვა გაყინულ აქტივებს კი ერთმანეთში გადაინაწილებენ რუსეთი და ამერიკა. პუნქტების მიხედვით რუსეთი იურიდიულად ადასტურებს, რომ არ დაესხმევა არც ევროპას და არც უკრაინას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო პუნქტები, რაც შეეხება გეოპოლიტიკას. თუ კი იქნება რაიმე სახის ცვლილებები, აუცილებლად ამის შესახებ დავწერ ჩვენს Telegram არხზე. ახლა უკრაინა მუშაობს იმაზე, რომ ევროპასთან ერთად ამერიკას შეაცვლევინოს კონკრეტული პუნქტები, ანუ დაუპირისპიროს თავის კონტრპუნქტები. რამდენად გამოუვა ეს, ამას რო გვაჩვენებს. სულ მცირე იმას მაინც შეეცდებიან, რომ არმიის შეკვეცის პუნქტი ამოაღებინონ. ამ პუნქტების გასაჯაროების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა და განაცხადა, რომ შესაძლოა უკრაინელები რთული არჩევნის წინაშე აღმოჩნდნენ, ან ღირსების დაკარგვა, ან საკვანძო პარტნიორის დაკარგვის რისკი იქნება. ასევე დაამატა, რომ შეეცდება ამერიკელები სხვა ალტერნატივებში დაარწმუნოს. როგორც არ უნდა იყოს, ეს პუნქტები თითქოს სწორად შერჩეულ დროს გამოქვეყნდა იმ მომენტში, როდესაც უკრაინის ხელისუფლება ომის დაწყების დღიდან უდიდეს კორუფციულ სკანდალშია გახვეული. ამას ემატება რთული ვითარება ფრონტზე, შიდა და გარე აქტორების გაძლიერება და უკრაინის ენერგეტიკის უკიდურესად შესუსტება. აი ეს ბოლო ნაწილი საკმაოდ საინტერესო არის და მოდით ჯერ ამაზე გავამახვილებთ თქვენ ყურადღებას, იმიტომ რომ უკრაინის ენერგეტიკა და კორუფციული სკანდალი ერთმანეთთან დაკავშირებული არის. მაგრამ მანამდე გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხით და ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გახდეთ ფასიანი გამომწერი Patreon-ზე. ამით არხს განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარებით. შემოდგომის დადგომისთანავე რუსეთის არმიამ დაიწყო უკრაინის ენერგეტიკული ტერორი. იმ სხვაობით, რომ მათ 2022-2023 წლის ტაქტიკა შეცვალეს და ახლა უფრო სრულყოფილი, კომპლექსური და კომბინირებული შეტევები აწარმოეს. წელს რუსებმა სცადეს უკრაინის ცალკეული რეგიონები მოეწყვიტათ ცენტრალური ენერგოსისტემებიდან. აქცენტი გააკეთეს ფრონტისპირა რეგიონებზე: ხარკოვზე, დნეპრზე, პოლტავაზე და ზაპოროჟიეს ოლქებზე. ელექტროენერგია
ის თვალსაზრისით არის ცუდი სიტუაცია. წარმოიდგინე, აქამდე იყო ხოლმე გრაფიკი როგორ 4 საათით ითიშებოდა ხოლმე რა შუქი. ამის წინ უკვე შემთხვევები იყო 6 საათიანი გრაფიკზე გადასვლისა და სხვათა შორის ერთი კვირის განმავლობაში მაინც მასე იყვნენ რა. ოდესაზე მაქვს მე საუბარი უშუალოდ და ოდესის გარდა სხვა ქალაქებშიც სადაც ნაცნობები და ახლობლები მყავს. იმიტომ რომ ჩემი პაუერბანკები სულ ყველას ნაცნობებს და შინაურებს გაუგზავნე. მეას თუ ისედენი მაქვს აქ. ხო და 6 საათიანი გრაფიკიც იყო და იყო შემთხვევები, რომ ვაფშე მთელი სუტკაც იყო გათიშული ხოლმე. ამის წინ დაახლოებით 1-3 კვირის უკანელს გეუნები, მაგარი და ბომბა გქონდა აქ და ოდესაში დაჟე პორტში დენი რო გაითიშება, ეგ უკვე რაღაცას ნიშნავს რა. პორტში დენი ყოველთვის არის ხოლმე, მაგრამ სტრატეგიული ობიექტია მაინც ეს თუ ისე და განახლებული ტაქტიკის ფარგლებში რუსები ერთ ენერგოობიექტს უტევენ რამდენიმე ათეული გერანით და ბალისტიკური რაკეტებით, ძირითადად ისკანდერ-M-ით. როგორც BBC წერს, რუსებმა გაუმჯობესეს არამხოლოდ ბალისტიკური რაკეტების სიზუსტე და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემისგან თავდაცვა, არამედ უფრო სრულყოფილი გახადეს შაჰედები, იგივე გერანები, რომელიც ახლა 90 კილოგრამდე საბრძოლო წონას ატარებენ. ერთი ასეთი კომპლექსური შეტევა წყობიდან გამოიყვანს საშუალო ზომის თბოელექტროსადგურს. მაგალითად, 8 ნოემბრის შეტევაზე კომპანია ცენტრენერგომ განაცხადა, რომ მისი 2 თბოელექტროსადგური კიევსა და ხარკოვში სრულად გაჩერდა. უკრაინა მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაზიანებული ენერგოობიექტები უმოკლეს ვადაში აღადგინოს, მაგრამ ხშირად ეს საკმარისი არ არის. რუსეთის ჯერ კიდევ მიმდინარე კამპანიის შედეგად უკრაინის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგია მხოლოდ გრაფიკით, რამდენიმე საათით მიეწოდება. სექტემბერში უკრაინულ პრესაში დაიწერა, რომ ზამთრის სეზონისთვის ქვეყანას 17.6 გიგავატის სიმძლავრე ექნებოდა და დატვირთვას გაუძლებდა. თუმცა BBC-ს მონაცემებით რუსებმა ნოემბრის შუა რიცხვებისკენ ამ სიმძლავრის მეხუთედი გაანადგურეს. ქვეყნის 12 რეგიონს აქვს ელექტროენერგიის ისეთი დეფიციტი, რომ საცხოვრებელ სახლებს დენს აწვდიან გრაფიკით, ხოლო ქარხნებს უმცირებენ სიმძლავრეს, რათა სისტემა არ გადაიტვირთოს. ამ ყველაფერზე საუბრობს უკრაინელი ექსპერტი გენადი რიაბცევი. ახლა გადავიდეთ უკვე კორუფციულ სკანდალზე. უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ 15 თვიანი გამოძიების შედეგად გამოააშკარავა დანაშაულებრივი კორუფციული სქემა, რომელიც ეხებოდა უკრაინის სახელმწიფო კომპანიას ენერგოატომს, რომელიც არის უკრაინაში ყველა ატომური ელექტროსადგურის ოპერატორი. ცოტა ხნის წინ მე სპეციალურად მოგიყევით თუ რა სიტუაცია არის ამჟამად უკრაინაში ელექტროენერგიის კუთხით. ამიტომ ახლა თქვენც კარგად ხვდებით, როგორი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია არის ქვეყნისთვის, სტრატეგიული დანიშნულების, ასე ვთქვათ. დღეს უკრაინის მოსახლეობის ნახევარზე მეტის ელექტროენერგიის მოთხოვნას აკმაყოფილებს სწორედ ენერგოატომი. მისი ყოველწლიური მოგება არის 4.5 მილიარდი დოლარი. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ჩხრეკა რამდენიმე მაღალჩინოსნის, მათ შორის იუსტიციის მინისტრის გერმან გალუშენკოს სახლში. ის 2025 წლამდე ენერგეტიკის მინისტრი იყო. თუმცა როტაციის შედეგად იუსტიცია გადააბარეს. ჩხრეკა ჩატარდა ასევე ბიზნესმენის თიმურ მინდიჩის ბინაში. ამ პერსონაჟს აუცილებლად დაუბრუნდებით, რადგან მთავარ ფიგურანტად მოიაზრება. ჩხრეკის შედეგად ანტიკორუფციულმა ბიურომ ამოიღო 4 მილიონ დოლარზე მეტი. მედიაში ასევე გავრცელდა თიმურ მინდიჩის ბინის ფოტო, სადაც ოქროს უნიტაზი იყო. როგორც ანტიკორუფციული ბიუროს პროკურორმა განაცხადა, უკრაინაში არსებული სამხედრო ვითარებით, პრეზიდენტთან მეგობრული კავშირებით, მოქმედი და ყოფილი თანამდებობისა და ასევე ძალოვან პირებთან მეგობრული ურთიერთობებით, მინდიჩმა უკანონო გამდიდრება გადაწყვიტა. მან და მისმა მეგობარმა ალექსანდრ ცუკერმანმა შექმნეს სისტემა, რომლის მიხედვით ენერგოატომის შესყიდვების უმეტესი ნაწილიდან ატკატებს იღებდნენ. თვითონ მინდიჩი არ არის საჯარო მოხელე, თუმცა მაშინდელ ენერგეტიკის მინისტრზე გერმან გალუშენკოსა და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვზე გავლენას ახდენდა ზელენსკისთან ახლო ურთიერთობის ხსენებით. მაგალითად, გალუშენკოს ეუბნებოდა, რომ ზელენსკისთან საქმეს მოუგვარებდა და მასზე მხოლოდ კარგს ისაუბრებდა და სიტყვას შეაწევდა. საიდან იცნობს მინდიჩი ზელენსკის? ისინი არიან დიდი ხნის მეგობრები. მინდიჩი არის ინვესტორი და კვარტალ 95-ის თანადამფუძნებელი. სხვათა შორის, იგორ კოლომოისკი ზელენსკის გააცნო მინდიჩმა. 2019 წელს ზელენსკი გადაადგილდებოდა მინდიჩის კუთვნილებაში მყოფი ავტომობილით, ხოლო 2021 წელს, როდესაც კორონავირუსის შეზღუდვები იყო დაწესებული, უკრაინის პრეზიდენტმა თავის დაბადების დღე აღნიშნა მინდიჩის ბინაში. მაგრამ მერე გააკეთა განმარტება და თქვა, რომ სინამდვილეში ის და მინდიჩი ერთ კორპუსში ცხოვრობენ. ზელენსკის თავის დაბადების დღე ჰქონდა თავის საკუთარ
ბინაში, მაგრამ მერე მინდიჩმა გაუკეთა სურპრიზი სთხოვა, რომ ამოსულიყო მასთან სახლში და რამდენიმე სართულით ზევით ავიდა. როგორ მუშაობდა მინდიჩის მიერ შექმნილი სქემა, რომელსაც შლაგბაუმი ერქვა. ნახეთ, ენერგოატომს, როდესაც სჭირდებოდა კონკრეტული მომსახურების ან ინვენტარის შეძენა, გამოცხადდებოდა კონკურსი, აირჩეოდა კონტრაგენტი, ანუ მიმწოდებელი. და ფულს იხდიდნენ მას შემდეგ, რაც კონტრაგენტი დაასრულებდა სამუშაოებს. მაგრამ გაირკვა, რომ თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში იხდიდნენ, როდესაც კონტრაგენტს კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის 10-15%-ს ატკატის სახით ახდევინებდნენ. თან ენერგოატომი იმ კომპანიების სიაში შეიყვანეს, რომლებსაც ვალის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნიათ, სანამ ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ანუ კონტრაგენტები ფიზიკურად უარს ვერ ამბობდნენ ატკატებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ფულს საერთოდ არ მიიღებდნენ. თუ გამოჩნდებოდნენ ცოტა ჯიუტი კომპანიები, რომლებიც დაემუქრებოდნენ მინდიჩის წრეს, ისინი იყენებდნენ განსხვავებულ ტაქტიკას. ეუბნებოდნენ ამ კონტრაგენტებს, რომ თუ თქვენ ახლა არ გაჩერდებით და ატკაც არ მოიტანთ, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ თანამშრომლებს აბსოლუტურად ყველას წაიყვანენ ფრონტზე. საბოლოოდ ისე მომხდა, რომ არაერთი მიმწოდებელი გაკოტრდა და ბაზარი დატოვა. ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მონაცემებით ამ სქემით მინდიჩმა და წრემ დაახლოებით 100 მილიონი დოლარი მიითვისეს. მიღებული შემოსავლის გათეთრება ხდებოდა არარეზიდენტი კომპანიების ქსელის მიერ, რისთვისაც ცალკე ოფისი ჰქონდათ აღებული კიევის ცენტრში. ეს სივრცე ეკუთვნის ანდრეი დერკაჩის ოჯახს, ლეონიდ დერკაჩის შვილს, რომელიც ლეონიდ დერკაჩი ადრე იყო უკრაინის უსაფრთხოების ხელმძღვანელი, ხოლო ანდრეი დერკაჩი, მისი შვილი, როდესაც 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ის უკრაინიდან რუსეთში გაიქცა და ასტრახანის სენატორი გახდა. ხო და ეს ოფისი ეკუთვნოდა მას. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, მიღებული ფული თეთრდებოდა უკრაინის საზღვრებს გარეთ, მათ შორის რუსეთშიც. სიტუაცია რომ შევაჯამოთ, ქვეყანა, რომელიც ენერგოკრიზისის წინაშეა, მოსახლეობის ნახევარს ელექტროენერგია მიეწოდება გრაფიკით, ამ დროს პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვა ქვეყნის მთავარი ენერგომიმწოდებლის ხარჯზე მილიონობით დოლარს იპარავს. იყო თუ არა ამ ყველაფერში გარეული ზელენსკი ან ერმაკი, ამის შესახებ ანტიკორუფციულ ბიუროს კომენტარი არ გაუკეთებია. ერმაკი იმიტომ სახელდება, რომ მასაც ახლო ურთიერთობა აქვს მინდიჩთან. მაგრამ კითხვა შეიძლება სხვანაირად დაისვას. იცოდა თუ არა ზელენსკი მინდიჩის მაქინაციების შესახებ, რომელიც მუდმივად ზელენსკისთან მეგობრობის პრივილეგიებით სარგებლობდა. მინდიჩი ასევე სავარაუდოდ ფიგურირებს უკრაინის თავდაცვის კორუფციაშიც. ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, თავდაცვის მინისტრის რუსტემ უმეროვის თანხმობით მათ შეიძინეს დაბალი ხარისხის ჯავშან ჟილეტები. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ სამინისტრო შეიძენდა ისრაელური წარმოების ჯავშან ჟილეტებს, მაგრამ მერე შეიძინეს დაბალი ხარისხის, მოდი პირდაპირ ვთქვათ, უვარგისი ხარისხის ჩინური ჯავშან ჟილეტები, რომელიც არ გამოადგათ. ამის შესახებ ჩანაწერები ნაბუს YouTube გვერდზე ცდებს. ასევე ანტიკორუფციული ბიურო იკვლევს, ხომ არ ყიდულობდა მინდიჩთან დაახლოებული კომპანია Firepoint უკრაინის ჯარისთვის დრონებს ხელოვნურად გაზრდილი ფასით. ახლა ნახეთ რა ართულებს სიტუაციას. 2025 წლის ივლისში გაჩნდა ეჭვი, რომ მინდიჩის სახლში შეიძლება ნაბუს აქვს დამონტაჟებული ხმისჩამწერი მოწყობილობა. ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უფლებებს უზღუდავდა ნაბუს და საპს. საპი არის სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურა. ორივე ორგანო არის დამოუკიდებელი და სახელმწიფოსგან განცალკევებით მოქმედებს. ორივე შესახებ ცოტა ხანში ვისაუბრებთ. ზელენსკიმ სცადა ისე გაეკეთებინა, რომ უკრაინის გენერალურ პროკურორს შეძლებოდა ნაბუსა და საპის ნებისმიერი საქმის წარმოების შესახებ სცოდნოდა და უფლება ექნებოდა კონკრეტული გამოძიება გაეჩერებინა. სანამ ამ კანონს მიიღებდნენ, ჯერ ჩხრეკა ჩატარდა ნაბუსა და საპის მაღალჩინოსნების სახლებში. თან ისე, რომ შესაბამისი სასამართლო დადგენილება არ არსებობდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მაშინ ეს იმით ახსნა, რომ ვითომ ანტიკორუფციულ სამსახურში რუსეთის აგენტებმა შეაღწიეს, რაც ძალიან სადავო მიზეზია. მერე ერთ-ერთ დეტექტივზე რუსლან მაგომედრასულოვზე თქვეს, რომ მამა ყავს რუსეთის მოქალაქე და დედა კი ანტიუკრაინულ რიტორიკას ავრცელებს სოციალურ ქსელებშო და ამ ჩხრეკის შედეგად დააკავეს. როგორც ახლა გაირკვა, მაგომედრასულოვი ტიმურ მინდიჩის საქმის გამოძიებაში ერთ-ერთი წამყვანი პირი იყო. კანონის მიღების შემდეგ უკრაინაში დაიწყო აქციები, ხოლო დასავლელი პარტნიორების წნეხით ზელენსკიმ უკან დაიხია და ნაბუს ძირეულ რეფორმებზე უარი თქვა. შეკითხვა: ზელენსკის ივლისში თავისი რომ გაეტანა და ნაბუსა და საპის უფლებები შეეზღუდა. გვეცოდინებოდა თუ არა დღეს მინდიჩის კორუფციის შესახებ? სავარაუდოდ ვერ. მოდით ცოტა ჩავღრმავდეთ ნაბუს სპეციფიკას.
ის რომ უკრაინაში კორუფცია ეს ახალი არავისთვის არ არის. თუმცა წლების წინ კორუფციის დონე ბევრად დიდი იყო და თითქოს დაუძლებელ გამოწვევად ჩანდა. ევრომაიდანის შემდეგ ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ ქვეყანაში შექმნილიყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ცენტრალური სახელისუფლო ძალოვანი სისტემისგან დამოუკიდებელი იქნებოდა. ევროკავშირმა მაშინ პირდაპირ უთხრა უკრაინის ხელისუფლებას, რომ თუ თქვენ გინდათ უვიზო რეჟიმი და ფინანსური მხარდაჭერა ჩვენიდან, მაშინ აუცილებლად შექმნით ასეთი ბიურო. 2015 წელს ოფიციალურად ამუშავდა ნაბუ. იმავე წელს დარეგისტრირდა SAPI, ანუ სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურა. ისინი ფაქტობრივად ერთმანეთის იურიდიული პარტნიორები არიან. ნაბუ იძიებს, SAPI კი მონაწილეობს ნაბუს გამოძიების შედეგად უკვე სასამართლოში. თავარი ხიბლი ის არის, რომ ნაბუ და SAPI არიან დამოუკიდებელი ორგანოები. ისინი არ ემორჩილებიან არც პრეზიდენტს, არც უსაფრთხოების სამსახურს, არც გენერალურ პროკურორს და ასე შემდეგ. მის ხელშეუხებლობას სახელმწიფოსგან იცავს ევროკავშირი. აღსანიშნავია, რომ ამას საქმით ამტკიცებდა და უკრაინის არც ერთ ლიდერს არ აძლევდა საშუალებას, რომ ანტიკორუფციული ბიურო საკუთარ მარიონეტად ექციათ. ევროკავშირის დამსახურებით ორგანომ მოიპოვა მოსმენების უფლება, ავტონომიური დაკვირვება, საკუთარი ოპერატიული თანამშრომლები და დამოუკიდებელი ბიუჯეტი. ასევე ევროკავშირი მონაწილეობდა მაღალი რანგის თანამშრომლების შერჩევაშიც. მათი ექსპერტები ესწრებოდნენ გასაუბრებას, თვითონაც იყვნენ ჩართულები, კითხვებს უსვამდნენ, ამოწმებდნენ და ასე შემდეგ. შეიძლება ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს ანტიკორუფციული სამსახურის ასეთი უფლებები, თუნდაც მოსასმენი და სათვალთვალო მოწყობილობების დამონტაჟება სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ საუბარია უკრაინაზე. ჩვენთან მაგალითად მსგავსი არ მოუთხოვიათ, იმიტომ რომ საქართველოში კორუფციის დონე ბევრად დაბალი არის, ვიდრე უკრაინაში. ამიტომ იქ ეს პრივილეგიები, მაგალითად მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება, თვალთვალი და სხვადასხვა ოპერატიული საქმიანობა ერთ-ერთი მთავარი პრივილეგია იყო, იმიტომ რომ უკრაინაში შენ ვერასდროს გაიგებ და მით უმეტეს იმ პერიოდში ვერ გაიგებდი, ვინ იყო კორუფციაში ჩართული. ამიტომ ნაბუს უნდა ქონოდა ეს პრივილეგიები. აი წარმოიდგინეთ, იყო ასეთი შემთხვევები, როდესაც საგამოძიებო სამსახური, სახელმწიფო საგამოძიებო სამსახური იძიებდა კორუფციას და მერე გაირკვევდა, რომ თურმე ეს საგამოძიებო სამსახურიც ჩართული არის კორუფციაში. მოკლედ, ამ ორგანოს შეზღუდვა უნდოდა ზელენსკის ივლისში, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა. სხვათა შორის ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. 2019 წელს მაშინდელი პრეზიდენტის პოროშენკოს ერთ-ერთი ახლო მეგობარი ოლეგ სვინიარჩუკი გაეხვა უდიდეს კორუფციულ სკანდალში. ანტიკორუფციულმა ბიურომ გაარკვია, რომ თურმე სვინიარჩუკი ხელოვნურად გაზრდილი ფასით ყიდულობდა უკრაინის არმიისთვის ჯავშან ტრანსპორტიორებს. მაშინ ზელენსკიმ ეს ამბავი თავის წინა საარჩევნო кампанიაში წარმატებულად გამოიყენა. Добрий ранок. Він був добрий, поки я не подивився розслідування розкрадання коштів Укроборонпрому. Немає слів. Люди, які прийшли до влади на крові, заробляють на крові. Тобто контрабанда з Росією можна, беушні запчастини в обмін на життя наших солдатів можна, конфети можна, маруф не можна. Розікрасти армію, штучно розділити людей мовою, тому і віри вам немає. Так що кандидатів багато, когось крім вас оберемо. მოგვიანებით ჟურნალისტებმა კითხეს, თუ თქვენ გარემოცვაშიც აღმოჩნდება თქვენი სვინიარჩუკი, გადადგებით? ვოლოდიმირმა უპასუხა, რომ თვლიდა, რომ პრეზიდენტ პოროშენკო სვინიარჩუკი უნდა დაეჭირა და ამისთვის სამართალდამცავი ორგანოებისთვის, მოსამართლეებისთვის და ასე შემდეგ შესაბამისი მოწოდება გაეკეთებინა. მოგვიანებით მას კითხვა გაუმეორეს, გადადგებით თუ არა თქვენი სვინიარჩუკის აღმოჩენის შემთხვევაში, რაზეც ვოლოდიმირმა მიუგო. თუ იქნება ასეთი სვინიარჩუკი, თვლი რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს. 2019 წელს არა, მაგრამ 2025 წელს ზელენსკის გარემოცვაში ნამდვილად აღმოჩნდა თავის სვინიარჩუკი. ამ ყველაფრის ფონზე ამერიკამ გაასაჯაროვა უკრაინის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც, როგორც უკვე გითხარით, არანაირად არ არის მომგებიანი კი არა, ნეიტრალური ვერსიაც კი არ არის უკრაინისთვის. ასეთი კორუფციული სკანდალი უდიდესი წნეხის საშუალებას აძლევს ზელენსკის მოწინააღმდეგეთა კოალიციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე მის გარეთ. მაგალითად, აზოვის ყოფილმა მეთაურმა ბოგდან კროტევიჩმა X-ზე დაწერა, რომ სანამ მაღალჩინოსნები არ აღმოჩნდებიან ციხეში, მანამდე ყველა განცხადება პოპულიზმია. პრეზიდენტის ოფისში ან გენშტაბში უნდა მოხდეს რეალური ცვლილებები. სხვა შემთხვევაში ეს ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის. ან გადაარჩენთ თქვენ პრორუს კორუმპირებულ მეგობრებს, ან გადაარჩენთ სახელმწიფოს. მესამე ვარიანტი არ არის. კროტევიჩის თქმით, თუ პრეზიდენტი მტკიცე ზომებს არ მიიღებს, ამას გააკეთებს თვითონ ხალხი და ეს არის მთავარი სიტყვები ამ წინადადებაში. ესეც რა თქმა უნდა შიდა დაპირისპირებას უსვამს ხაზს. ამ ეტაპზე ზელენსკი არც ერმაკის დასჯას აპირებს, არც მინდიჩის. ერთს თანამდებობა შეუნარჩუნა, მეორემ კი ქვეყანა დატოვა რაღაც მისტიური გზით ნაბუს გამოძიების შესახებ რამდენიმე საათით ადრე გაიგო და ისრაელში წავიდა.
კი, ახლა ნამდვილად უკრაინის ხელისუფლებას მძიმე დღეები ელოდება. ერთი, რომ ეს კორუფციული სკანდალი, მეორე, მძიმე სიტუაცია ფრონტზე და მესამე, ამერიკის მიერ შემოთავაზებული ობიექტურად უკრაინისთვის ცუდი სამშვიდობო გეგმა. ახლა უკრაინა ცდილობს, რომ ხელშეკრულებაში ევროპელი ლიდერები შემოიყვანონ, რომლებსაც აღარ აქვთ საკმარისი გავლენა აღარც ტრამპზე და მით უმეტეს აღარც პუტინზე. ნახოთ, როგორ შეიძლება ან საერთოდ შეიძლება თუ არა სიტუაცია. თუ რამე მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ამის შესახებ ვიდეოს აუცილებლად გავაკეთებ და ერთ-ერთ შემდეგ ვიდეოდ შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორ იცვლება სამყაროს ახალი დღის წესრიგი და ამ კონტექსტში განვიხილოთ საქართველოს. დროებით.